მეგობრებო, ვიცხებთ, ჩვენი შემდეგი სპიკერი არის როგორც მოგახსენებთ, ირაკლი გაბისონია. ირაკლი გაბისონიას აქვს ბალაკვიანი სოფლიო ინჟინერიული გამოცდილება და მისი სასწავლო თემა იქნება Aspire. დანარჩენზე ირაკლი მოგითხრობთ. გამარჯობა. მადლობა რომ მოხვედით. მე ვარ ირაკლი გაბისონია და დღეს მინდა გესაუბროთ .NET Aspire-ზე, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სწრაფად მზარდი პროექტი .NET-ის ეკოსისტემაში. და მინდა მოგიყვეთ თუ როგორ გვიმარტივებს .NET Aspire დისტრიბუციული აპლიკაციების დეველოპმენტს და ტესტირებას. ხო, გუშინ დარილიზდა მოკლედ ბოლო ვერსია 13.2 და ეს იყო ყველაზე დიდი განახლება, როგორც ამბობენ თვითონ Aspire-ის შემქმნელები. ასევე ჩატარდა Aspire კონფერენცია პირველი და ესე რომ ვთქვათ, სრულიად ააყირავეს მთლიანი ეკოსისტემა. აქაც .NET Aspire აღარ უნდა ეწეროს და უნდა იყოს უბრალოდ Aspire, იმიტომ რომ სახელიც კი შეიცვალა. ხო, ესე იგი Aspire-ის განმარტება ზოგადად ისედაც ძალიან ხშირად იცვლებოდა, ამიტომ დღეს რა განმარტებასაც დავდებთ, შეიძლება ხვალ უკვე არავალიდური იყოს და დაგჭირდეს ახალი განმარტება. მოდი, აჯენდას გადავხედოთ. დღეს ვისაუბრებთ და გავივლით რა ჩელენჯები აქვს დისტრიბუციული აპლიკაციების დეველოპმენტს, რა პრობლემები გვხვდება, რა არის .NET Aspire, key feature-ები რა აქვს. მივოვიხილავთ არქიტექტურას, ლიმიტაციებს, რა უნდა გავითვალისწინოთ, როდის შეგვიძლია გამოვიყენოთ, სად არის სწორი და სად არასწორი მისი გამოყენება. ასევე გვექნება დემო პროექტი, სლაიდიდან გადავხტები ხოლმე, რომ გაჩვენოთ კოდის დონეზეც რა ხდება და როგორ. სანამ უშუალოდ პრეზენტაციაზე გადავალთ, მეც ვიტყვი, რომ გვაქვს call for speakers-ი, ვისაც გინდათ, რომ გამოხვიდეთ, რაიმე თემა მოამზადოთ, შეგიძლიათ ეს QR-ი დაასკანეროთ, ან ჩვენს საიტზე .NET-G-ზე ნახოთ ჩვენი ფორმა, შეავსოთ თემის სათაური თუ გაქვთ, გაგვესაუბრეთ, ჩვენ ზაგეხმარებით მაქსიმალურად მომზადებაში თემის და მოკლედ გელოდებით. კაი, დავიწყოთ. სანამ დავიწყოთ, მაინტერესებს რამდენ თქვენგანს გამოუყენებია ან იყენებს Aspire-ს? 2. ოკეი, ძალიან კაი. ხო. ეს არის მოკლედ როგორც მოვხვდი Aspire-თან და Aspire როგორ დავიწყე ზოგადად და ვეცდები რომ დღეს მე ვიყო ეს ტიპი. მადლობა ავთოს. თავიდან ძალიან სკეპტიკურად ვუყურებდი ხოლმე Aspire-ს და ვიძახდი რომ Microsoft-ი ცდილობს თქო ისეთი არარსებული პრობლემის გადაჭრას, ანუ ყველაფერი გვაქვს რეალურად, ყველა თული არსებობს, რომ არ ვიცი ლოკალურად დავრანოთ ყველაფერი, მაგრამ მე ისევ მადლობა ავთოს, გავტესტე მე თვითონ და ძალიან ბევრი ბენეფიტი დავინახე და არსებულ პროექტშიც უკვე pull request-ი აწეულია და ველოდები როდის დავმერჯავთ და ყველა პატარა პროექტში უკვე ვიყენებ აქტიურად. კარგი. დავიწყოთ მარტივი კითხვით. ზოგადად რატომ შეიქმნა Aspire და რა იყო იდეა? დღესდღეობით იშვიათად თუ შევხვდებით ისეთ აპლიკაციებს, რომლებიც შედგება მხოლოდ ერთი კომპონენტისგან, ერთი სერვისისგან. უმრავლესობა წარმოადგენს რაღაც დისტრიბუციულ აპლიკაციებს, რომლებიც მრავალი კომპონენტისგან შედგება. ეს კომპონენტები შეიძლება იყოს API-ები, მონაცემთა ბაზები, background worker-ები, front-ი ცალკე, back-ი ცალკე, კეშირების სისტემები, messaging-ის სისტემები თუ რა ვიცი, კიდევ უამრავი სხვა რამე. ბოლო წლებში კიდევ ეს ტრენდი უფრო და უფრო მოძლიერდა, ესე ვთქვათ, მიკროსერვისული არქიტექტურის პოპულარიზაციასთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი არქიტექტურა მასშტაბურობას და მოქნილობას ზრდის, დეველოპმენტის პროცესს საგრძნობლად გვირთულებს და დეველოპერებს ამ უამრავი კომპონენტის ხელით მართვა უწევთ, გვიწევს რომ დავაკონფიგურიროთ სერვისებს შორის კავშირები, ლოკალურად გაშვება ხო საერთოდ ჯოჯოხეთია ხოლმე. გვიწევს რომ რაღაც უამრავი სკრიპტი, კონტეინერი გავუშვათ ერთდროულად, შეიძლება გასათვალისწინებელი იყოს ხშირად ამ სერვისების გაშვების მიმდევრობაც, URL-ების კონფიგურაცია, პორტები და ასე შემდეგ. მოკლედ რა ვთქვათ, დისტრიბუციული სისტემები ლამაზია მხოლოდ დიაგრამებზე.
და ასევე უნდა ვახსენოთ, რომ ზოგადად მთლიანი აპლიკაციის end-to-end ტესტირება ლოკალურად არის ასევე საკმაოდ დიდი გამოწვევის და დიდი პრობლემის შემცველი. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც შეიქმნა Aspire-ი. თავდაპირველი მიზანი იყო, რომ გაემარტივებინათ გზა F5-მდე, ანუ ესე ამბობენ გზა F5-მდე, ანუ პროექტის გაშვებამდე, არანაირი სხვა რაღაც დამატებითი თულების საჭიროება რომ არ ყოფილიყო და ყველაფერი გქონოდა ერთი კონკრეტული თულის, ყველაფერი მომხდარიყო ამ ერთი კონკრეტული თულის საშუალებით. ხო. ეხლა გუშინდელ დღემდე Aspire-ის ოფიციალური განმარტება იყო აი ეს, რომ Aspire არის polyglot local dev time orchestrations tool-ი, რომელიც გამოიყენება აპლიკაციების შესაქმნელად, გასაშვებად, დებაგინგისთვის და deploy-ისთვის. დღეს უკვე გუშინდელიდან ეს არის განმარტებას არ გადავთარგმნი, იმიტომ რომ ძირითადად მაინც ყველაფერი ინგლისურად უნდა ვთქვათ. ხო. როგორც ვთქვით, ეს არის ყველაზე დიდი განახლება და ყველაზე დიდი რილიზი. განახლდა უამრავი კომპონენტი Aspire-ის, როგორც არის CLI, დაემატა უამრავი ინტეგრაცია, გახდა მეტად agent friendly და რაც მთავარია, Aspire-ი აღარ არის single stack tool-ი. ეს იყო ყველაზე დიდი რამ, რაც მოხდა, ანუ აღარ გვჭირდება რეალურად და აღარ გვჭირდება რომ .NET-ი გამოვიყენოთ Aspire-ისთვის. მერე agent friendly-ში იმას გულისხმობენ, რომ უამრავი ინტეგრაცია MCP სერვერებთან, LLM-ებთან და ასე შემდეგ. მზა ბევრი კომპონენტი მოყვება. ხო, როგორც ვთქვი, Aspire-ი გახდა უფრო მეტად პოლიგლოტური, ეხლა უკვე C#-თან ერთად შეგვიძლია მთლიანი Aspire პროექტი შევქმნათ TypeScript-ის გამოყენებით. და მომავალში კიდევ უფრო დაემატება სხვადასხვა ენები, ალბათ Golang-ი, Python-ი, რომელსაც აქტიურად იყენებენ ხოლმე დემოებში. ხო. რა არის Aspire-ი? ოფიციალური განმარტების წაკითხვის შემდეგ, რაც უკვე წავიკითხეთ, ყოველთვის ყველა მაინც კითხულობს რა არის Aspire-ი, იმიტომ რომ არასდროს არის ხოლმე ნათელი მაინც. როგორც თვითონ შემქმნელები ამბობენ ზუსტად ეგრე. ხო. ბევრისთვის Aspire-ი ასოცირდება Docker Compose-თან და დღეს შევეცდები ეგეც აუხსნა თუ რა განსხვავებაა მათ შორის. მარტივად რო ვთქვათ, Aspire-ი არის Microsoft-ის მიერ შექმნილი ახალი tool chain-ი, framework-ების და ბიბლიოთეკების ნაკრები, რომელიც არის რა თქმა უნდა open source-ი, არის უფასო და Aspire-ი არ არის ერთი ბიბლიოთეკა. ეს არის მთელი tooling-ი, ორკესტრაციის ინსტრუმენტები ტესტირებისთვის, deployment-ისთვის და AI აგენტებთან სამუშაო ინსტრუმენტების ერთობლიობა ერთ დიდ მთლიან ეკოსისტემაში. Aspire არის code first tool-ი, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენი მთელი სისტემის აღწერა ხდება კოდის საშუალებით. Docker Compose-ისგან განსხვავებით, მაგალითად, სადაც ყველაფერი YAML-ში ხდება და მგონი არავის მოსწონს YAML-ზე მუშაობა. ხო, კიდე უნდა ვახსენოთ ის, რომ Aspire-ის გამოჩენამდე როგორ ვაკეთებდით ამ ყველაფერს, ლოკალურად როგორ ვუშვებდით მაგალითად დისტრიბუციულ აპლიკაციებს. ვიყენებდით Docker Compose, რომ აგვეწია ყველაფერი, თუ კი გვინდოდა პირობითად, რომ ჩვენი აპლიკაცია აი ესე გლობალურად Excel-ში, გარე Excel-ში გაგვედგა, დამატებით გამოვიყენებდით მაგალითად Ngrok-ის მსგავს რაიმე სისტემას, თუ გვინდოდა დაუშვათ webhook-ი გაგვეტესტა, ეს ყველაფერი უკვე არის Aspire-ში მოყვება, ესე ვთქვათ, აქვს Microsoft Dev ტუნელებთან ინტეგრაცია და მარტივად ერთი თულის საშუალებით შეგვიძლია ამ ყველაფრის მიღწევა. ცოტა high level-ზე რომ შევხედოთ, Aspire-ის ძირითადი კომპონენტები არის Aspire CLI, Aspire App-Host, Aspire Integrations და Dashboard-ი. CLI არის command line tool-ი, რომელიც გამოიყენება რეალურად ყველაფრისთვის, დაწყებული აპლიკაციის, Aspire-ის აპლიკაციის შექმნიდან, დარანვიდან და deploy-ისთვის. ყველაფერი, რისი გაკეთებაც UI-ში შეგვიძლია და უფრო მეტი არის CLI tool-ში.
Aposti არის Aspire-ის ძირითადი კომპონენტი, ამას ცოტა მოგვიანებით შევეხებით. Integration-ებში მოიაზრება უკვე მზა ინტეგრაციები, სერვისებთან ინტეგრაციები და ეს არის მაგალითად Redis-ი, Postgre და ასე შემდეგ, რომ მარტივად დავამატოთ ჩვენს Aspire-ის პროექტში. Dashboard-ი არის UI კომპონენტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ სრული ხედვა გვქონდეს ჩვენს პროექტზე, რა სერვისებია გაშვებული, როგორი ურთიერთობა აქვს ამ სერვისებს ერთმანეთთან, რომელიმეს პრობლემა აქვს თუ არა, ლოგები გვაქვს სრული observability და ხო, თავისი კონფიგურაციების მართვა შეგვიძლია და ასე შემდეგ. ხო. როცა Aspire-ს ვამატებთ ჩვენს solution-ში, ამ შემთხვევაში ვსაუბრობ .NET-ზე, ვამატებთ ორ პროექტს. ძირითადად ვაკეთებთ ხოლმე ეგრე. ეს არის ერთი Aposti, მეორე არის service default-ები. როგორც ვთქვი, Aposti არის ცენტრალური წერტილი, სადაც ორკესტრატორი, რომელიც მართავს ჩვენს აპლიკაციას, აღწერს მთლიან აპლიკაციას code first მიდგომით და ამ სერვისებს შორის dependencies-ებს. Service default-ი არის დამხმარე კომპონენტი, okay. ეს არის სწორია. არის დამხმარე კომპონენტი, რომელიც ესე ვთქვათ, სადაც წინასწარ ვაკონფიგურირებთ ისეთ რაღაცებს, როგორც არის health check-ები, observability და ასე შემდეგ. ესე ვთქვათ, არის shared კომპონენტი, რომელიც შეიძლება სხვადასხვა ჩვენმა აპლიკაციებმა, API-ებმა თუ სხვა რაღაცებმა ჩაიინჯექტონ და გამოიყენონ. სერვისები არის უშუალო აპლიკაციები, როგორც გვაქვს მაგალითად API, front-end და ასე შემდეგ. გვაქვს ასევე რესურსებად მოვიაზრებთ მონაცემთა ბაზებს, ან რაიმე სხვა ენაზე დაწერილ აპლიკაციებს, რომელიც ასევე შეგვიძლია Aspire-ში გქონდეს და Aspire-ის საშუალებით გავუშვათ, მონიტორინგი მოვახდინოთ, თუ კი მანდ გვექნება დავუშვათ ასევე პირობითად OpenTelemetry მაგ აპლიკაციაში, dashboard-ზე ეს ყველაფერი აისახება, შეგვეძლება ვნახოთ ლოგები და ასე შემდეგ. იგივე Redis-ი ან რაიმე სხვა external dependency, რაშიც გულისხმობთ ნებისმიერი Docker კონტეინერი, შეგვიძლია ავიღოთ სახელით და დავიმატოთ. ეხლა უცებ კოდშიც რო განახოთ, ეს არის ჩანს, ხო? Okay. ესე მგონი უკეთესია. ეს არის მოკლედ Aspire-ის, ეს ჯერჯერობით არ გვინდა, ორი პროექტი, რომელზეც ვისაუბრე, Aposti არის ძირითადი პროექტი და არის service default-ები. Service default-ებში აქ გვაქვს კონფიგურაცია, როგორც არის მაგალითად health check-ების კონფიგურაცია, service discovery, რომელიც Aspire-ს თავის მხრივ მოყვება და აღარ გვიწევს აქ ჩვენ პორტებზე ვიწვალოთ და ხელით გავწეროთ, ესე ვთქვათ, და OpenTelemetry ამ შემთხვევაში. შეიძლება კიდევ ბევრი სხვა რამე იყოს. შემდეგ არის Aposti, ეს ძირითადად არის ხოლმე ერთი ფაილი, ზუსტად აი ესე, როგორც ხედავთ და ეს ერთი ფაილი ამ შემთხვევაში აღწერს ჩვენი მთლიანი აპლიკაციის არქიტექტურას და ყველაფერი იწყება აი აქ builder-ით, რომელიც ჩვენს აპლიკაციას ქმნის, შემდეგ აქ უბრალოდ ვახდენთ setting-ების ჩამოტვირთვას და ვიწყებთ უკვე აპლიკაციის შემადგენელი კომპონენტების აღწერას. ამ შემთხვევაში demo-д მაქვს გამოყენებული ტემპორალი, ცოტა კომპლექსური არქიტექტურა რომ ყოფილიყო და ამ ყველაფერს მერე UI-ში უფრო უკეთესად ვნახავთ. ხო, ამას უბრალოდ თვალი რომ გადავავლოთ და ამ კომპონენტებს ბოლოს უკვე გავივლით ერთად. კარგი. ხო. აქ მინდოდა მეთქვა, რომ Aspire არ არის Docker Compose და თქვათ განსხვავებები. Docker Compose არის კონტეინერების ორკესტრაციის თული, იყენებს კონფიგურაციისთვის იყენებს YAML-ს, რომელიც არავის მოსწონს მგონი, არის container focused და Aspire-ი განსხვავდება იმით, რომ ეს Docker Compose შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც Aspire-ის რაღაც ქვესისტემა, ანუ თემა ის არის, რომ Aspire-ი მოიცავს Docker Compose-ის შესაძლებლობებს. განსხვავება არის ასევე ის, რომ code first-ია, მოყვება ჩაშენებული ბევრი თული, როგორც არის observability-ისთვის, service discovery-ისთვის და ასე შემდეგ. აღარაფერს ვამბობ ამ შემთხვევაში testing-ის შესაძლებლობებზე და deployment-ის ნაწილზე. Aspire testing-ი, რადგან testing-ი ვახსენეთ, Aspire-ი საშუალებას გვაძლევს ასევე მოვახდინოთ მთლიანი ჩვენი აპლიკაციის სხვადასხვა სერვისების ტესტირება, ისე როგორც ეს წარმოვიდგინოთ ერთიან აპლიკაციად. როგორ მუშაობს ახლა ეს?
და რაში გამოიყენება. პირველი არის ის, რომ შეგვიძლია მთლიანად end-to-end integration ტესტები გავუშვათ, შევქმნათ კონკრეტულ აპლიკაციაზე. ეს ყველაფერი ისევ იყენებს App-host-ს, რომელიც როგორც ვთქვით არის ძირითადი კომპონენტი. App-host-ი ჩვეულებრივ გამოიყენება, რომ შეკრას მთლიანი აპლიკაცია. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის იზოლირებული. Support-ი არის ამ შემთხვევაში service discovery და შეგვიძლია ანუ სხვადასხვა სერვისების გამოძახება მარტივად მოვახდინოთ. Debugging-ის საშუალება არის ძალიან მარტივი და ერთი განსხვავება რაც არის, ამ შემთხვევაში როცა ტესტინგისთვის შევქმნით ესე ვთქვათ Aspire აპლიკაციის instance, ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ ტესტინგის შემთხვევაში არ ხდება dashboard-ის დამატება, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში უაზრობა იქნებოდა ისედაც დამატებითი დატვირთვა რომ ყოფილიყო, არ ირანება ასევე observability-ის ნაწილი, რომელიც არ გვჭირდება. უცებ ესეც რომ გადავიაროთ და ეს არის როგორ მუშაობს Aspire under the hood. აქ მოკლედ როცა App-host-ის გაშვება ხდება, Aspire წაიკითხავს მთლიან სისტემას, წაიკითხავს კონფიგურაციას, შემდეგ აკეთებს ამ dependency-ების ანალიზს და ქმნის resource graphs. ეს აანალიზებს რასთან აქვს კავშირი და როგორ არის ყველაფერი დაკავშირებული ერთმანეთთან და შემდეგი მთავარი კომპონენტი ამ შემთხვევაში არის developer control plane-ი, რომელიც Kubernetes-იდან წამოღებული რაღაც არის, Ghost service-ია რეალურად. თუ კი დაგაინტერესებთ უფრო ღრმად, Chris Clark-ს აქვს ამაზე პრეზენტაცია და იქ უფრო დეტალურად ნახავთ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. ხო, ეგ არის ძირითადად რაც მინდოდა აქ პრეზენტაციაში მეჩვენებინა. ეხლა უშუალოდ გადავიდეთ კოდის ნაწილზე და თან გავუშვათ ჩვენი სერვისი, შევხედოთ რა არის ზოგადად Aspire, dashboard-საც შევხედოთ და კოდის მაგალითზეც ვნახოთ ეს ყველაფერი. ეს არის აწყისი სკრინი, რასაც გაშვების დროს ნახავთ. აქ ვხედავთ, რომ ჩვენი სერვისები ისტარტება. ამ შემთხვევაში მარტივად შეგვიძლია მივხვდეთ რა არის. აქ გვაქვს ერთი სერვერი, ესე ვთქვათ, ბაზისთვის, სადაც არის მონაცემთა ბაზა, გვაქვს ტემპორალი ცალკე სერვისად არის გაშვებული. შემდეგ გვაქვს ტემპორალისთვის ცალკე ბაზა ასევე, გვაქვს მისი UI და ეს ორი კომპონენტი მინდა კიდევ ავხსნა, იმედია დავზუმო. კი ბატონო. ხო, ყველაფერი დაირანა. ამ შემთხვევაში ერთი უცებ თავიდან რაც მინდა გაჩვენოთ არის ზუსტად ეს. Aspire როცა თქვენ სერვისებს გაუშვებს, ასევე გაძლევთ ამ სერვისებზე კონკრეტულად როგორ მოვახდინოთ ცდომა URL-ებს. ეს დაუშვათ შეგვიძლია ვნახოთ temporalis UI, აქედანვე გადავიდეთ. ასევე მაგალითისთვის ეს არის ჩვენი ლოკალური სერვისი, payment-ების სერვისი, რომელზეც დავუშვათ მაქვს Swagger-ი გვაქვს და ვახსენე dev ტუნელები, რომელიც აი ზუსტად აქ არის, აქვე გვაქვს დაკონფიგურირებული. ინტეგრაცია აქვს Microsoft-ის dev ტუნელების სისტემასთან და იგივენაირად გვაქვს publicly available მისამართი ამ ყველაფრისთვის. ეხლა კოდში რო შევხედოთ ამ ყველაფერს როგორ არის ეგ. კოდის დონეზე აი ასე აღვწერთ მაგალითისთვის API-ს თვითონ. ეს არის ამ შემთხვევაში payment API, რომელიც აი აქ მაქვს, ჩვეულებრივი minimal API-ია, არაფერი განსაკუთრებული და ჩვენ უბრალოდ ვახდენთ ამას აი ესე, ვამატებთ პროექტს, ვაძლევთ სახელს, შემდეგ ვეუბნებით wait for-ი არის ordering-ისთვის რომ გავსაზღვროთ, ანუ რას უნდა დაელოდოს ამ შემთხვევაში, რადგან ჩვენ dependency გვაქვს temporalis server-ზე, ელოდება პირველი ამას, შემდეგ ელოდება რომ მონაცემთა ბაზა გაიმართება და მონაცემთა ბაზაზე წვდომას შეძლებს და გვაქვს ასევე environment variable-ების ჩაწოდება. ამ შემთხვევაში ორი რამე გვჭირდება, namespace-ი და ადრესი. ეს არის დაახლოებით იგივე, რომ წარმოედგინოთ, რომ აქ ჩავანაცვლოთ გაშვების მომენტში, ჩავანაცვლოთ მნიშვნელობა და ამ მნიშვნელობებს აიღებს. ასევე შეგვიძლია გავაკეთოთ dependency-ები ისე, რომ ამ შემთხვევაში მაქვს აწყობილი ისე, რომ shop-ის API იძახებს payment API-ს, ესეც ordering-ის განსაზღვრაა და ეს with reference-ი ამ შემთხვევაში ჩაშენებულ service discovery-ს იყენებს და ანუ shop-ი როცა დაუძახებს პირობითად shop-ი როცა დაუძახებს მაგალითად
აი აქ შეგვიძლია ვნახოთ. აი ესე შეგვიძლია გამოვიყენოთ ყველანაირი პორტის გარეშე, ეს არის ამის მაგალითი. ხო, ეს არის დევტონელების კონფიგურაცია. ესე მარტივად, უბრალოდ ერთი package-ის დამატებაა საჭირო და აი ამდენად მარტივად შეგვიძლია აი ყველაფერი გავუშვათ. UI-ში მინდა კიდევ რომ გაჩვენოთ, ეს არის კონფიგურაცია პარამეტრების, რაც ცალკე გვაქვს გამოტანილი და ასევე გვაქვს გრაფი, ეს აჩვენებს იმას თუ როგორ არიან ეს სერვისები დაკავშირებული, შეგიძლიათ ასევე ესეთი რაღაც ქნათ, ესე აკეთოთ. ხო. გვაქვს სტრუქტურული ლოგები, რომელიც შეგვიძლია ასევე კონკრეტული სერვისების მიხედვით დავფილტროთ, ამ შემთხვევაში რასაც ლოგავს სერვისი, გვაქვს ტრეისები, ტრეისები ასევე შეგვიძლია დავფილტროთ კონკრეტულად აქ, შეგვიძლია სხვა ფილტრები მოვდოთ, მაგალითად რა ტიპისაა და ასე შემდეგ. გვაქვს მეტრიკები და გვაქვს კონსოლი. ნუ მეტრიკები ვისაც აინტერესებს ზოგადად სტანდარტული მეტრიკებია. კონსოლი, რომელიც ვთქვით, ასევე აქ ყველა სერვისის ლოგი შეგიძლიათ ცალ-ცალკე ნახოთ და ერთი რაც ეს ძალიან კაი ფიჩერია სხვათა შორის დეველოპმენტში, თუ კი Docker Compose-დან ვიხტუნავებთ ერთი ფანჯრიდან მეორეზე, აქ შეგვიძლია უფრო ლამაზად ნახოთ ეგ ყველაფერი. კაი, სულ ეგ იყო, რამე კითხვა თუ გაქვთ, გისმენთ? Salami, პირველ რიგში ძალიან მადლობა ილეგრე. მე მაინტერესებს, რომ თუ კომპანიაში არსებული ინფრასტრუქტურა აგებულია Docker Compose-ით, რაიმე სახით მიგრაცია Aspire-ზე თუ არის გამარტივებული, ამისთვის თუ არსებობს რაიმე გზა, რომ უფრო მარტივად მოხდეს მიგრაცია. კონკრეტული თული არ ვიცი არსებობს თუ არა, თუმცა app-host-დან პირიქით ვიცი, რომ შეგიძლია Docker Compose-ი აგენერირო, ეგ არის თუ ვინმეს Docker Compose-თან რაიმე ემოციური კავშირი აქვს, შეუძლია უბრალოდ დააგენერიროს პირდაპირ. ხო, პირიქით არ ვიცი, თუმცა კარგი ასევე რასაც გეტყვით, თუ რამე ეგეთი გაქვს, შეგიძლია ესეთი რაღაც ყოველ პარასკევს ხო, ყოველ პარასკევს არის ხოლმე Aspire Fridays, სადაც Aspire-ის შემქმნელები, ესე ვთქვათ, მთავარი დეველოპერები და ასე შემდეგ იკრიბებიან და შეგიძლია მიწერო და live-შიც ჩაქრთავენ, რომ შენი აპლიკაციის Aspire-ზე გადაწერა მოახდინო. ხო, ეგრე აკეთებენ ხოლმე და ცოტა სტე. მადლობა ნამდვილად. არაფერს. გამარჯობა. შეკითხვა არის, მან რეპოზიტორი თუ არ გვაქვს და ეს ჩემი აპლიკაციები რამდენიმე სხვადასხვა რეპოში არის განაწილებული. როგორ შეიძლება დავუბრუნოთ Aspire-ში? კი ბატონო, აქ როგორც ნახეთ, მე ვიყენებ აი ამას, ხო, ეს არის მოკლედ source generator-ებით ისევ დაგენერირებული რაღაც, თუმცა ამის ნაცვლად არსებობს მეორე გზა, რომ შეგიძლია პირდაპირ სრული მისამართი folder-ზე გაუწერო და იქედან ჩატვირთავს უპრობლემოდ მაგ აპლიკაციას. თავარია რომ ლოკალურად გქონდეს სადმე. დიდი მადლობა ილეგრე. ერთი კითხვა მაქვს, თავიდანვე თქვი, რომ ესეთი მასიური სურათი როცა ხდება. ხო. Aspire-ის განახლებული გაფორმება შეიძლება გამოიწვიოს. ხო, როგორც ვთქვი, Aspire არის აქტიურ დეველოპმენტში და შესაბამისად ხშირია ხოლმე რაღაც unbreaking change-ები ხდება, ან რაღაც API-ის ცვლილება ისეთი. ეგ არის ძირითადი პრობლემა ალბათ და რისი მონიტორინგიც როგორც developers მოგიწევს, რომ release-დან release-ამდე დაუშვათ შენს დააპდეითო შენი სისტემა. ჯერჯერობით რთული არ არის როგორც წესი, უბრალოდ რაღაც ან ახალი ფიჩერი ემატება, ან რაღაც ეგრევე არ ამოშლიან, ანუ რამეს უბრალოდ ხშირია ხოლმე API-ის ცვლილება და რილიზებით საკმაოდ ხშირია ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან აქტიურ დეველოპმენტშია. მადლობა პირველ რიგში. ერთი ასეთი კითხვა მაქვს. მოკლედ Aspire-თან როცა ზოგადად მუშაობდი, ყოველთვის რაღაცა ბოლოში ეგეთი
შტაბ-შეფtildeობა მირჩებოდა, რომ თითქოს ჯერ ბოლომდე მზად არ არის, რა თქმა უნდა, პროდაქშენისთვის მზად არ არის რა. ეს ასე ვთქვათ, იყო რაღაც ერთი წლის ნახევარი წლისი. და ეხლა მაქვს ვიტყვა უკვე პირველ რიგში მზად არის ეს Spire რომ პროდაქშენზე გავითანოთ რაღაცა დისტრიბუციული აპლიკაციები და მე დავადებით კითხვა იქნება, რომ თუ მზად არის, ნუ არ მგონია ყველაფერნაირი აპლიკაციისთვის მზად იყოს და აი მაგალითად მე რომ მომივა ამოცანა როგორი ამოცანა უნდა იყოს, რომ გამიხილო, რომ ეს Spire შეიძლება გავაკეთო. ოკეი, Spire მზად არის, ესე ვთქვათ, რომ უკვე რაღაც რეალურ პროექტზე გამოიყენო, რა თქმა უნდა. როგორი ამოცანისთვისაც უნდა გამოიყენო, არის თუ კი გააქვს რაღაც დისტრიბუციული სისტემა, არ ღირს რომ დაუშვათ Spire გამოიყენო მხოლოდ რაღაც ერთი სერვისი და ერთი ბაზა რომ მქონდეს, მაგისთვის ალბათ overkill-ია. თუმცა, სხვა შემთხვევაში, რავი, ლოკალურად ტესტირებისთვის და ლოკალური დეველოპმენტისთვის ძალიან კარგი თულია, მე გავუწევდი რეკომენდაციას. თვითონაც ძალიან supportive community-ია, თუ კი რაიმე პრობლემა იქნება Discord-ზე და ასე შემდეგ, არ ვიცი, David Fowler-დან დაწყებული, ყველა თვითონ გიპასუხებს. ასე რომ. ოკეი. იკოლე ოკეი, მადლობა. მადლობა. ოკეი, კიდე მათი შევისურვო. მეგობრებო, სანამ მე დავეწყობი და ამცუჩი ბოლოს დავუწევ. ეს როგორ გამორთო? ეხლა არის ეგეთი რაღაცა. ის გამორთო. ის კაი, ხო, ბოლო სლაიდი